მოგესალმებით, ჩემო კარგო ადამიანებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით პატივისცემით და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ჩემგან ჩემი არხის გამომწერებს. ასევე ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ირჩევთ ჩემს სივრცეს, ხართ ჩემს არხზე და ზოგი ისე გამალებითაც კი ელოდებით ხოლმე აქ განთავსებულ ვიდეოებს. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, აგერ ახლა სავსე მთვარეობა გვაქვს აგერ უახლოეს დღეებში და ვნახოთ აბა რას მოგიტანთ ეს საკრალური პერიოდი თითოეულ თქვენთაგანს. სანამ მოკლედ გაშლაზე გადავიდოდე, აქაც მინდა რომ რაღაცა რამდენიმე საკითხს შევეხო და იმედია რომ ვისაც გაინტერესებთ მოისმენთ და ვინც არა რა პრობლემაა გადაახვიეთ და გაშლას უყურეთ მარტო, თუმცა ვფიქრობ რომ რა კი მსგავსი ინფორმაციის გააჟღერება მომინდება ხოლმე და ამისი სურვილი გაჩნდება. მგონია რომ ვიღაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელიც კი ამ ინფორმაციის მოსმენა. ამიტომ არ ვიცი, ნება თქვენი, არჩევანი თქვენზეა, როგორც გადაწყვეტ. მე კი დავიწყე მოკლედ იმ თემებსა და საკითხებზე საუბარი, რაც აი თუნდაც უახლოესი დღეების მანძილზე ჩემს პირად ჩემთან პირადი შეტყობინებების სახით შემოვიდა, ხო? ძალიან ბევრი თქვენთაგანი უჩივის დეპრესიულ ფონს, უჩივის გამოუვალ სიტუაციას, უჩივის იმას, რომ არაფრის ენერგია არ აქვთ, გადაქანცულები არიან, რას არ აკეთებენ, არაფერი გამოსდის და მოკლედ, ესე სტანდარტულად, ბანალურად, როგორც სამწუხაროდ დღევანდელ თანამედროვეობაში უმრავლეს ადამიანებში ხდება. ჯერ პირველ რიგში დაგამშვიდებთ და ზიგმუნდ ფროიდს მოვიშველიებ, რომ როგორც წესი ნევროზი ემართებათ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, ისე ჰაერზე ნევროზი არ ჩნდება და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური რეაქცია ადამიანების არანორმალურ ქმედებებზე, იტყო და მოკლედ ჩვენი ცნობილი ფსიქოლოგი და კიდევ ერთხელ გავიმეორდები, რომ დიახ, ეს ემართებოდა მისი აზრით, მისი სუბიექტური მოსაზრებით, ეს ემართებოდათ საშუალოზე მაღალი ნიჭიერების და ზედმეტად მორალურ ადამიანებსაც. შესაბამისად, ეს თუ რამითი დაგაწყნარებთ, მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით. მე მეორე, ჩემო კარგო ადამიანებო. ასევე არის ასეთი აღარ მახსოვს ნამდვილად სადაური გამოთქმა, სკანდინავიური თუ არაბული, აი მართლა არ მახსოვს და ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ცხენები, რომლებიც მიდიან ომში, არასდროს ცეკვავენ ქორწილში. რამხელა აზრი, რამხელა სიბრძნე და რამხელა შინაარსია ამ თითქოს ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზაში, ხო? ასია, ჩემო კარგო ადამიანებო, გვინდა არ გვინდა, სამყაროში ყველაფერი გაყოფილია, ყველაფერი რაღაცა გარკვეულ გრადაციებს და გარკვეულ სელექციებას ემსახურება. ერთფეროვანი და ერთნაირი სამწუხაროდ არსად არაფერი არ არის და ამასაც შევეხები ამ ნაწილსაც და ამ ნაწილზეც გადავალ. თუმცა აქვე ძალიან ისეთ ცნობილ კი არა და არ ვიცი, ხო, ეპოქალურ ფილოსოფოს ნიცშეს მე ვერაფრით ვერ დავეთანხმები, როცა ის ამბობს, რომ რაც არ გუკლავს, გვაძლიერებს, ხო? სხვათა შორის, როცა ეს დაწერა, ძალიან მალე ის გაგიჟდა, იცით ალბათ თქვენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყო ფსიქიატრიულის პაციენტი ოფიციალურად და მე გარდაიცვალა კიდეც, ხო? ისე რომ ჩემთვის გულწრფელად რო გითხრათ, ეს არის უბრალოდ მართლა ისეთი ფილოსოფიური ნათქვამი და რეალობასთან ხშირ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით საერთო არაფერი აქვს ხოლმე. რაც იმ წუთას არ გკლავს სამაგეროთ ნელ-ნელა, ხო, რაღაცნაირად ესე ჯერ ჩვენში გაუფერულებს, ჩვენს რწმენებს, ჩვენს მოლოდინებს, თუნდაც ჩვენს სიკეთეებს, არ ვიცი, ხო, ნდობას, ნახეთ, დეფორმაციას მაინც ახერხებს თუ ბოლომდე არ ანადგურებს, ხო? და მე რაღაცნაირად თითქოს შევეგუები, თითქოს იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ და ესე ჩუმი შემოპარვით გვიღებს ბოლოს, ხო? მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. სამყაროში არაფერი არ ხდება ჰაერზე და არ ხდება არასწორ დროს. ნახეთ, აი ეხა აქ არა მაქვს. მოიცათ ერთი წამით მოვიტან ახლა, ვერა პრობლემაა. აი ამ წამს მოვიტან და მაგალითს
მაგალითიც იქნება ესე ვთქვა, რაც თქვენთვის უყურეთ. ეს არის ქვიშის საათი, ხო? რომ გადმოვატრიალებ, დააკვირდით, მე რამდენიც არ უნდა ჩავერიო, რაც არ უნდა, აი ვანჭღრიო, ხო? გამორიცხული თემაა, საითაც არ უნდა შევეხო. გამორიცხულია, რომ მისგან ეს ქვიშა წამოვიდეს ან ზედმეტად ან ნაკლებად ან არასწორ დროს, ხო? ზუსტად იმ ინტერვალში დაეცემა მაპატიეთ ეს ქვიშები ქვემოთ კანონზომიერად, ხო? როგორც ის არის, ასე ვთქვათ, როგორც არის გათვლილი. შესაბამისად, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ესე ჰაერზე ნათქვამი უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ამიტომ მუდმივი სამყაროში არაფერია, ხო? აბსოლუტურად არაფერი. ძალიანაც რომ გვინდოდეს, ძალიანაც რომ ჩამოვეკიდოთ რაღაცა სიტუაციებს, გადავწყვიტოთ, რომ რაღაცეები ქრონიკულად შევქმნათ ჩვენს ცხოვრებაში, არაფერი ისე არ დარჩება, როგორც დაიწყო. შესაბამისად, დაბნელ და გამონათება აუცილებლად იქნება. ოღონდ ესეც კიდევ და კიდევ ვიმეორებ კანონზომიერების ფარგლებში, ხო? ნახეთ ძალიან რთულია. შეინარჩუნო ძლიერება, შეინარჩუნო წონასწორობა, შეინარჩუნო, არ ვიცი, თუნდაც აი ფსიქოლოგიური მდგრადობა ბევრი რამის მიმართ, ხო? მაგრამ გვინდა არ გვინდა ცხოვრება ამას გვასწავლის. გვინდა არ გვინდა გვაჩვევს ცხოვრება, რომ ის ყველაფერი არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, ხო? მე სულ ვამბობ და ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგანს ახსოვთ ჩემი ნათქვამი, რომ ჯიბრი ერთმანეთის, ასე ვთქვათ, აი ის ისეა და მე რატო არა ვარ ასე, ხო? ვთქვათ ის არ აი მოკლედ ეს რაღაცა შედარებითი მომენტები არაფერს კარგს არ მოგიტანთ არც ერთ თქვენგანს, ნაცვლად იმისა, რომ თავდაჯერებას გაგინადგურებთ, ხო? ანუ ყოველთვის იქნება თქვენზე ლამაზი, ყოველთვის იქნება თქვენზე მდიდარი, ყოველთვის იქნება თქვენზე ჭკვიანი, ყოველთვის იქნება თქვენზე მეტი დიპლომის მქონე, საერთოდ დიპლომზე გამახსენ და ძალიან ცუდ დროში ვცხოვრობთ. ადამიანები ამ სერტიფიკატებით და დიპლომებით იმდენად იწონებენ თავს, რომ რეალურად შინაარსი ყურადღების მიღმა რჩება, ხო? ანუ რა შეაიღეს ეს დიპლომები და რის ფასად, ამაზე არავინ აღარ ფიქრობს. თავარია რომ აი ეს ვნახეთ და წავიკითხეთ, ხო? თორე რეალურად ამ დიპლომმა რეალურად ამ ადამიანს რა მისცა, ამაზე ნაკლებად მიდის ხოლმე აქცენტირება. კაი, გავეშვათ ამას, ანუ იმას ვამბობდი, რომ ყოველთვის ვიღაცა თქვენზე უკეთესი იქნება, ყოველთვის ვიღაცა რაღაცაში გაჯობებთ. ეს უბრალოდ თქვენს თვით შეფასებაზე იმოქმედებს ცუდად და მას დაარტყამს, თორე სხვას არაფერს კარგს არ მოგიტანთ. რატომ არიან მდიდარი და წარმატებული ადამიანები ძალიან თავდაჯერებულები? გიფიქრიათ ამაზე? ხშირად ვამჩნევთ, ხო, რომ ისინი რაღაცა აშკარად თვითკმაყოფილებით, აი ზოგჯერ ნარცისიზმში გადასული, ყველა არა, საბედნიეროდ ყველა არა. გამონაკლისის ასე ვთქვათ კანონი აქაც მოქმედებს, წესი გამონაკლისის, მაგრამ ნუ უმეტესწილად ასე ხდება ხოლმე განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც ცოტა ნაკლები მორალური მასშტაბები აქვთ და ასე ვთქვათ ცოტა ნაკლები ადამიანური საზრდოთი არიან გაზრდილი, ხო? ისინი თითქოს დარწმუნებული არიან საკუთარ განსაკუთრებულობაში, საკუთარ გამორჩეულ ბედიღბალში და აქვთ აი ესეთი განცდა, რომ მე ყველაფერს ვიმსახურებ, ხო? მე ყველაფერი მე ჩემია, ხო? აი იცით როგორი მომენტია? შემომხედეთ, მე ჩემმა გონიერება, მე ისეთი მაგარი ვარ, აი აქამდე მომიყვანა, მაგრამ არ გაახსენდება, რომ ვთქვათ, მამა პაპეული, დოვლათი ერგო, რომ ის ისეთ წრეში გაჩნდა უბრალოდ, რომ იქ მეტი შესაძლებლობები იყო, მეტი, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ეხა უკაცრავად, არ ვიცი, სადღაც რომელიღაცა ძალიან ღრმა მთიან სოფელში დაიბადები, სადაც, ნუ არ ვიცი, ელემენტარული ელექტროენერგიაც კი ფუფუნების საგანი იყო ოდესღაც, ხო? თუ შუა, არ ვიცი, პირობითად ვერაზე, ან ვაკეში, ან სულაც თუნდაც არ ვიცი, ქუთაისში, ხო? ზასტავაზე, ან სადღაც არ ვიცი, ხა ესე ზუსტად უბნებში ვერ ვერკვევი, სხვა რეგიონების, მაგრამ ძალიან ისეთ ოჯახში.
რა თქმა უნდა, შენი მასშტაბები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ხო? რაც ვთქვათ, აი სადღაც მთიან სოფელში დაბადებულმა 500 ნაბიჯი უნდა გაიაროს, შენ 2 ნაბიჯში შეიძლება ის ყველაფერი უკვე მოგვარებული გქონდეს და 4 ნაბიჯში, ხო? ამიტომ ხშირ შემთხვევაში ამ თავიანთ გარემო ფაქტორებს და რესურსებს არ უყურებენ ხოლმე და ესე მარტივად ძალიან გამოუტანენ განაჩენს ვიღაცას, რომ იმან რა შეძლო, მოდი აბა დაფიქრით, თუ მიყურებთ ვინმე ბრჭყალებში პეროიანი ხალხის ხართ ჩემს საზოგადოებაში, არ ვიცი. საბედნიეროდ, ყოველ შემთხვევაში დაბალი ღირებულებების მქონე არც ერთი ადამიანი არ მოსულა დღემდე ჩემამდე, მაგრამ ვთქვათ და არსებობთ ვიღაცები. აი თქვენ მოგმართავთ, ჩემო კარგო ადამიანებო, ყველა ადამიანშია სიკეთის და ყველა ადამიანშია ძალიან ისეთი ადამიანობის მარცვლები, ამიტომ აბა ამაზე ფოკუსირდით და აი ეს რესურსები ამოქაჩეთ თქვენში და იფიქრეთ, რომ თქვენ რომ არ დაბალდებულიყავით იმ მოცემულობაში, სადაც დაიბადეთ და რამაც ძალიან დიდი ტრამპლინი მოგცათ საამომავლოდ, ხო, ცხოვრებაში და დაბადებულიყავით აი იქ სხვის, თუნდაც ვისთვისაც დაგიცინიათ ოდესმე ან გაგიკილავთ. თქვენ როგორ შეძლებდით? იმდენს მაინც შეძლებდით, როგორც რამდენიც იმ ადამიანმა შეძლო, თუ საერთოდ ვერაფერს შეძლებდით. აი ამ ხრივ თუ შეგიხედავთ ოდესმე ცხოვრებისთვის და ადამიანების და თუ არ შეგიხედავთ, ძალიან გთხოვთ შეხედოთ. და მე ყველაფერი ცოტა განსხვავებული და სხვანაირი იქნება დამერწმუნეთ. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანებს უმართლებთ და ამას არქმევენ მე არ ვიცი რაღაც თვით დამსახურებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? სხვათა შორის ერთ-ერთი ესეთი ექსპერიმენტიც არსებობს, რომ შექმნეს ორი ჯგუფი, ერთს აშკარად მეტი რესურსი მისცეს და ამავდროულად მეტი დროც მისცეს და მეორე ჯგუფს ნაკლები და რა თქმა უნდა, ვისაც მეტი დრო მისცეს და რესურსი, იმათმა გაიმარჯვეს და ბრჭყალებში ესე ხო გამარჯვებულებმა ძალიან ისეთი არასწორი ქმედებები აჩვენეს, ხო? დაიწყეს რაღაცა ხმამაღლა საუბარი თამამად, ცოტა აგრესიულებიც გახსნეს, ცოტა ისე სარკასტულად უყურებდნენ ბრჭყალებში ღარიბ მოთამაშეებს, ხო? ვისაც ნაკლები რესურსი მისცეს. გარკვეული, როგორ გითხრათ, აი ნახეთ, თავდაჯერებულ იდიოტიზმში გადაეზარდათ ეს ყველაფერი. მოდი აი ამ ტერმინს ვიხმარდი, ხო? და ამავდროულად ნახეთ რა დაიწყეს, იცით, რომ თამაში დასრულების მერე, როცა კითხეს მათ, რომ აი შენ რითი მოიგე, ნუ მათ უპასუხეს, რომ ჩვენი გამჭრიახობით, ჩვენი ჭკუით, ჩვენი მონდომებით. და ძალიან ისე თავხედურად რომ იტყვიან, ასე ვთქვათ, მეორე ჯგუფის ბრჭყალებში ღარიბების ქილიდან ძალიან ისე ფედიტინად იღებდნენ და იღებდნენ კამფეტებს, ხო? და ეუბნებოდნენ, რატო იღებთ თქვენ? რა თქვა, მე მინდა და ვიღებ. ანუ მე ჩემთვის უარი არსებობს, ჩემთვის შეზღუდვა არ არსებობს, ჩემთვის ცენზურა არ არსებობს. აი ესეთი ფსიქოლოგიის და დამოკიდებულებების ადამიანები არიან სამწუხაროდ ხშირად. სხვა საფეხურზე თუ პარალელურ სამყაროში არ ვიცი როგორ გითხრათ, მე შემხედრია სამწუხაროდ იქით ადამიანები, ოღონდ რა თქმა უნდა, ღმერთს მადლობა, რომ უმეტესობა ასეთი არ არის. უფრო მეცაც გეტყვით. სადაც სიმდიდრე და ინტელექტი ერთმანეთს ერწყმის, მსგავსი უბრალოება არსად გენახოთ. აი ნამდვილად 100% შემიძლია გითხრათ, მაგრამ ნუ სადაც ცოტა ადამიანური, მორალური ფაქტორები მოიკოჭლებს და ღირებულებები მარტო ბრენდებსა და ასე ვთქვათ, არ ვიცი, მელონდოში ვსწავლობდი პირობითად, ხო? ან მამამ პეტერბურგში წაგიგო. აი ამ თემებზეა აპელირება, ნუ იქ რა თქმა უნდა, მართლა კატასტროფული სიტუაციაა და დამერწმუნეთ, რომ ისინი თქვენ სცენაზე ვერასდროს ვერ ილაპარაკებენ, ისინი ვერასდროს ვერ გაიგებენ, რომ რეალურად არსებობენ მშიერი ბავშვები და ვერასდროს ვერ მიხვდებიან, რომ რეალურად არ ვიცი, შეიძლება მათი ერთი დღის კაფის თანხა ვიღაცის მთელი თვის საკმარი იყოს, მაგრამ ნუ ეს ცალკე საუბრის თემაა და ამას ახლა ესე ძირეულად არ ჩავყვები. კიდე რამე იმის ისეთი არ დამავიწყდეს, რომ აი არ შემოსულ საკითხებს არ შევეხო, ხო? ესე კიდევ ერთხელ განმეორდები, ამორფულად ვეხები ყველაფერს, იმიტომ რომ აი მეტნაკლებად მგონია, რომ განვაზოგადებ, ხო? ვიღაცა კონკრეტულს რა აწუხებს ერთს, ნუ შესაძლოა ვიღაცა 7 და 8-საც გაქვთ ეს პრობლემა და აი თქვენც რომ გიპასუხოთ ამ ყველაფერზე. არ დაგწყდეთ, ჩემო კარგო ადამიანებო, გული თუ ვიღაცამ რაღაც არ დაგიფასათ, თუ სადღაც უმადურობას გადააწყდით,
ესეც აქვე ძალიან არ მიყვარს ხოლმე სხვათა შორის და არაერთხელ მithქვამს, რომ არ არის საჭირო ასე რამდენი ნაცნობი უბრალოდ ცნობილი ადამიანის ციტატების მოშველება, მაგრამ რა ვქნა, ხა საუბარმა მოიტანა და გამახსენდა ლენონს აქვს ფანტასტიკური ნათქვამი, ხო? ყველაზე ლამაზი არის მზის ამოსვლა, მაგრამ თითქმის ვერავინ ხედავს, რადგან ყველას ამ დროს ძინავს, ხო? ამიტომ ხა თქვენ ვერ გააღვიძებთ მძინარეებს, ვისაც რაღაცის დანახვა არ უნდათ, შესაბამისად ხო, კიდევ წეღანაც ვისაუბრე ამაზე და ადამიანებში მართლა სერტიფიკატის სიყვარული უფრო მეტია ვიდრე ცოდნის, ხო? მთავარია რომ დოკუმენტი უჭირავს ხელში. აი, ნახე, მე ჭკვიანი ვარ, მაგრამ ჭკუა არის თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ ჩემთან მოსული ადამიანების ასევე ესეც მინდა ვთქვა, რომ უმეტესობა ვინც არიან, ხო? აი, მართლა თვითნაბადი ნიჭი, თვითნაბადი ძალა და თვითნაბადი რესურსები გაგაჩნიათ და თქვენ რისი უნდა შეგეშინდათ, ან თქვენ ვინ უნდა დაგახევინოთ უკან, ხო? თქვენ უნდა იყოთ რაღაცა, მე მგონი ეს მულტფილმია, თუ არ ვცდები და სახელებას ვეღარ ვიხსენებ, რუსული მულტფილმია, როგორც ვიცი, ხო? როგორც მახსოვს უბრალოდ რომ ჯადოქარს არასდროს არ უნდა ეშინოდეს დაბურული და ბნელი ტყიისო, იმიტომ რომ მას უნდა სჯეროდეს თუ ის ნამდვილად ჯადოქარია, რომ ყველაზე საშინელი თუ კი რამე შეიძლება იყოს, თვითონ არის ამ ტყეში, ხო? თვითონ ის არის საშინელი და მასზე საშინელი არაფერი არსებობს და მე ყველაფერი კარგად წავა, ასე რომ თქვენც იფიქრეთ, საშინელების კონტექსტში არა, თქვენი ძალის, თქვენი ენერგეტიკის, თქვენი რესურსების და შესაძლებლობების იმედი ცალსახად შეგიძლიათ გქონდეთ და თუ ვინმეს მოერიდოს, დამერწმუნეთ, რომ ჩემთან მოსულ გოგოებს ნამდვილად უნდა გერიდონ ისეთი მაგარი შინაგანი სამყაროს ადამიანები ხართ თითქმის ყველა. ну, ყოველ შემთხვევაში მე ვისაც პირადად გიცნობთ. ახლა რაც შეეხება გაშლას, პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა მოდის. ჯერ ვისთვის არის გაშლა, ამას გადავხედოთ და მე ვნახოთ რა მოდის. აჰა, აი გეუბნებით, რაც მე ვილაპარაკე, ხო თქვენს წინ ავჩეხე, თქვენს თვალწინ ამოვიღე და გურუმი ქალი ამოვიდა. ესე იგი სწორი მიმართულებით ვიმდივართ და მეგობრებო, კარგად მომისმინეთ, ვინც ჩემი პრეტექსტი თქვენს თავზე მიიღეთ, გულდასმით უსმინეთ, ჩათვალეთ რომ პირადი გაშლა ახლა ის თქვენთვის, რასაც მე აქ გავაჟღერებ. იმიტომ რომ აი ესე როგორც სიტყვიან, არ ვიცი. ანიდან ჰოემდე სიტუაციას რო გადახედოთ, აი ესე დამილაგა ახლა ტარომ უკვე დასაწყისი და დაახლოებით ვიცი დასასრული რაც იქნება. კარგით. რას უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? და მოდით ასე ვნახოთ, ხო? რა შემოვა სამსახურებრივ სფეროში, ფინანსურ სფეროში რა იქნება? ну არ ვიცი, ზოგადი ენერგია ყოველდღიური და პირადი მოვიტოვოთ ბოლოსთვის, ხო, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ ხოლმე. ხა რაც შეეხება სამსახური, უკაცრავად. ну სამსახურში მაგის არკანი, მეორე მაღალი არკანი ამოდის და ჩათვალეთ რომ აქ მეტი აღარც უნდა ვიკითხო არაფერი. იმხელა გამარჯვება, იმხელა წინსვლა, არ ვიცი, ვიღაცებს დაწინაურებაც გექნებათ, ვიღაცებმა შეიძლება საერთოდ ახალი სამსახური და ახალი სივრცე მიიღოთ. თუ ვიღაცას რაღაც არასტაბილური გარემო და არასტაბილური შეგრძნება და რყევებია ვინმეს გარშემო, დამერწმუნეთ რომ აუცილებლად საუკეთესო ვერსიით დასრულდება ეს პროცესი, აი რაზეც გიოცნებიათ, პრაქტიკულად იმაზე მეტსაც კი მიიღებთ. რაც შეეხება ფინანსებში ცოტა მეტს ოცნებობთ, მეტს ელოდებით თითქოს და არ გინდათ ნახეთ რეალურ შემოსავალს და რეალურ შესაძლებლობას შორის ცოტა არაირიოთ. ნახეთ, აბა კიდე მითხარი რა შემოვა, არა. აუცილებლად მესამე მაღალი არკანი ვარსკვლავის არკანი. აქაც აი ნახეთ როგორც კი ეს სამსახურის თემა დაალაგდება, მომენტალურად თუ არის თქვენი ბიზნესის თემა, ვისაც რა გაინტერესებთ, ხო? ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში, წოდნავ, ეს არ იქნება ხვალდაზე, იქნება რაღაცა თვის ჭრილში იყოს, ხო? მაგრამ ფინანსურ ნაწილში აი შემოდის განკურნება. თქვენ ცოტა გარომანტიზებულიც გაქვთ ეს თქვენი შემოსავლები და ცოტა მეტ ტვირთებს კიდებთ, თქვათ იმ ან რამდენიმე შემოსავალს, მაგრამ რეალურად მიზნის მიღწევა
გამარჯვება, ოცნების ასრულება და რაც მთავარია, ცირკულაცია, ანუ მოთხოვნა მიწოდება დაბალანსებული იქნება. დააკვირდით, გოგონას ორი ჭურჭელი და ორივე სულ გადმოდინების პროცესშია, ანუ ცირკულირებს, ხო, ეს სტიქსის მაცოცხლებელი წყალი და აი ზუსტად ეს მომენტი გექნებათ, ანუ ბალანსი ყველა შემთხვევაში დაცული იქნება თქვენს ცხოვრებაში. ზოგად ენერგიებში რა ხდება? ვინ მიყურებთ ხალხო, განკითხვისა კიდე მეოთხე მაღალი არკანი, განკითხვის არკანი, სამსჯავროს არკანი და თქვენ იცით, რომ სამსჯავროს არკანი ეს არის ყველაფერი ცუდის დასასრული, საბოლოო გამოცდების ჩაბარება, რომ იტყვიან, რაც იყო მაკმარა სამყარომ და ახლა ჩემი დროა, ხო, რაღაცა დაახლოებით ესეთი ენერგიები რომ შემოდის და ყველა, ну, კბილი-კბილის წილ, ხო? აი, ყველა მისას რომ იღებს, რომ იტყვიან და აი ზოგადი ენერგიები მაინც დამიკონკრეტე რა. ზომიერების არკანი, ეს არის ბალანსი, ხო, ჰარმონია. ანუ ზოგადი ენერგიებიც, ან საუკეთესო ენერგიები მოდის ხალხო და გეუბნებით ეს ჩათვალეთ, რომ თქვენი პირადი გაშლა, ვინც ახლა ამას მიყურებთ. პირად ცხოვრებაში რა ხდება? პირად ცხოვრებაში რა ამბავი გაქვთ? რა ის დროის პირადი ცხოვრებაო? სიყვარული ყველას უნდა როა თუ როგორ არის? რთულმა ჩაიაროს და მერეო თუ რაღაცა ეგრე ხوار? ჯერა დროს პირად ცხოვრება აგერ სამუშაო მაქვს და მილიონი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. კაი, ხუმრობა იქით რა შემოდის. ნუ, პირად ცხოვრებაში ზოგადად მეოცნები ადამიანი ხართ ეთყობა. პირად ცხოვრებაში სამართლიანობის არკანით რა ხდება მაჩვენე? რა ხდება და მოდის ძალიან დიდი ემოციები. კიდე რა მოდის? საბედისწერო ცვლილებები. ბედის ბორბალით რაღაცა შეიძლება ციკლი შემოტრიალდეს. დედა მზის არკანი, გამარჯვება, ბედნიერება, კიდე რა მოდის? მოდის, მაგრამ რა მოდის? ჩქარობს და ჩქარობს და ჩქარობს. რა კი არა ვინ? იმპერატორი. ჩემო კარგო ადამიანებო, არ გამოვრიცხა ვიღაცის ცხოვრებაში რეალურად შემოვიდეს. ძალიან გზნებარე, ძალიან ისეთი ცეცხლოვანი ადამიანი, რომელმაც ორი ვარიანტია, საჯაროა გაშლა და მე ეს უნდა გავაჟღერო, სხვანაირად არ შემიძლია, ან შეიძლება ეს იყოს უკვე ქორწინებაში მყოფი ან ნამყოფი ადამიანი, ან უბრალოდ თქვენ შემოგთავაზოთ ქორწინება და ეს ამითი დასრულდეს. თუმცა მე მაინც მგონია რაღაცნაირად იქ ქრუმი ქალის არკანით ამოდიხართ. ფარულ ურთიერთობაში შეიძლება იყოთ ერთი წამით. არა. ნახეთ. ჩემო კარგო ადამიანებო. ეხა გეტყვით მე თქვენ აქ რა ხდება. ფარულ ურთიერთობაში ვინც იყავით და ვინც განდეგილში მაინც გრძნობდით თავს მარტო და პრობლემები გქონდათ, აი თქვენ გადადიხართ ახალ ეტაპზე, ნახეთ. რაღაცები ძირეულად იცვლება ამ თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება ის ადამიანი, რომელთანაც თქვენ ფარულ ურთიერთობაში იყავით, მამაკაცები, თვალები არ აქვს შრომა, ვინც მიყურებთ, უკვე რეალურად სხვა ეტაპზე გადახვიდეთ და ოჯახი შექმნათ ამ ქალბატონთან. კი ბატონო, არც მეტი და არც ნაკლები, ასეა. აქ ხო, მეორე ვარიანტი უფრო ბევრზე გადათამაშდება პროცენტულად, საჯაროა გაშლა და მე მაინც ამიტომ ესეც უნდა გავაჟღერო. მადლობა პირველ ვარიანტს. მართლა ჯადოსნური გაშლა იყო და ღმერთმა აგიხდინოთ და აგისრულოთ, არ ვიცი სასწაული არკანები ამოვიდა. უდაოდ და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ვისთვის არის ეს გაშლა. ნახეთ. ხო. ძალიან კეთილი, მზრუნველი, უზომოდ სიმპათიური, ძალიან კომუნიკაბელური, მჭერმეტყველი, განათლებული, ინტელექტუალური, ძალიან გამცემი, აი, როგორ იცი დახმარება ეზარება არა ვისთვის ისეთი ადამიანი მიყურებთ. ხოჭე შეიძლება შემოქმედებდიც იყოთ. არ ვიცი, კარგად მღეროდეთ, უკრავდეთ, ცეკვავდეთ, წერდეთ, ან უბრალოდ შემოქმედებით სფეროსთან იყოთ კავშირში. კარგით. და ნახე ეხა თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის სამსახურებრივ ნაწილში, რა შემოდის ფინანსებში,
რა შემოდის ზოგადი ენერგიები 2 წამოვიდა და იყოს 2 და აი პირადში 3 წამოვიდა ერთად და კი ბატონო იყოს 3 არკანი და ვნახოთ ახლა თქვენს ცხოვრებაში სამსახურში ეშმაკის არკანი რას უკავშირდება ეს არასტაბილურობა ეს რაღაც დაძაბული სიტუაცია თითქოს წამოსვლა გინდათ ვერ მოდიხართ თითქოს იქ რაღაც არაჯანსაღი გარემოა არაჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი რა ხდება ვინმე კი ვიღაცასთან ცალსახად კონფლიქტი გაქვთ ჩემო კარგო ადამიანებო ნუ ყოველ შემთხვევაში არ არის კეთილს განწყობილი ვიღაც იმ სიტუაციაში სადაც თქვენ ხართ და ვიღაცა მაქსიმალურად ცდილობს რომ კონფრონტაციის პირობებში ან სულაც ფარული კონფრონტაციის პირობებში თქვენ პრობლემები შეგიქმნათ ეს შესაძლოა იყოს მამაკაცი და შესაძლოა იყოს განქორწინებული ადამიანიც ხო ან ხელმძღვანელი შეიძლება იყოს და თქვენ ერთი სული გაქვთ იქიდან როდის წამოხვალთ როდის ამოისუდგებთ და როდის გახვალთ სხვა ნაპირზე გახვალთ ზომიერების არკანით სავარაუდოდ გახვალთ აბა მაინც მანახე კიდე შეძლებთ თქვენიოც კი აი ოცნება ვახსენე და ამოვიდა კიდეც ვარსკვლავის არკანი ოღონდ ეს ცოტა დრო დაჭირდება ამას რომ თქვენ სამსახურებრივი ნაწილი დაალაგოთ და აი ამ ძალიან არასასურველ და არაჯანსაღ გარემოს მოშორდეთ და გახვიდეთ და მე რა იქნება მანახე მერე ემოციური სიჯანსაღი, მერე იქნება უკვე სიმშვიდეში გადასვლა და კიდევ ახალი სამსახური ნახეთ. ეს ხშირად ზეიმს ხო, ხშირად რაღაც ოფიციალურ ჭეულებას, რაღაცა ისეთ გამარჯვებას გულისხმობს და აგერ მტრედების და კვერთხების ნაზავია ხო, არ ვიცი, სიმშვიდე ოცნებების ასრულება და კიდე რა შეიძლება აი ბეჭედიც ხო, ოფიციალური, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება, კონტრაქტი, აღიარება, პატივისცემა, მოკლედ გარკვეული სირთულეები გექნებათ, მაგრამ აქედან თქვენ გამოდიხართ და აბსოლუტურად ახალ რეალობაში გადადიხართ, სადაც უკვე ყველაფერი სხვანაირად არის და არა ისე ვთქვათ, სადაც არ ვიცი თქვენი არც ნიჭი ფასდებოდა და არც რესურსი და არც ადამიანობა. შესაბამისად ფინანსებში ხო არანაირი პრობლემა აქ მეტი არც უნდა დავამატო კვერთხების მეფე დრაივი დინამიკა ანუ შემოსავალი გექნებათ აქ თქვენ მინუსებში არც ერთ შემთხვევაში არ გქნებით მინუსებში კი არა აი სამოგზაურო თანხებიც დაგრჩებათ დამიჯერეთ ეხლა რაც შეეხება ზოგად ენერგიებს ორი არკანი ერთად წამოვიდა ზოგადი ენერგიები შეიძლება რამე ახალი დაწყებული ურთიერთობაა თქვენს გარშემო ჯერ ბოლომდე არ არის ფორმირებული ასე ვთქვათ და კონტურების დონეზეა, მაგრამ ურთიერთობა დაწყებულია. აი რაღაც ემოციური ფონი ცალსახად გაქვთ, ოღონდ ეს სასიამოვნო და პირადს უფრო უკავშირდება ზოგადს როცა ვკითხულობ. კი ბატონო. თქვენ უფრო მეტად ხართ ემოციებში, ვიდრე თვითონ სიტუაცია. თქვენ ცოტა ასწრებთ მოვლენებს, რაღაცა ისეთი შეგრძნება მრჩება. და პირადში სამი არკანი რომ ერთად ამოვიდა, რა არის ხო? ფარულ ქურუმი ქალი, პენტაკლების ტუზი და ეტლის არკანი. რა საინტერესო კომბინაცია. ჩემო კარგო ადამიანებო, არ ვიცი თქვენს ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში ცალსახად მოდის ადამიანი, რომელიც გადაგიყვანთ აბსოლუტურად სხვა განზომილებაში. ნახეთ აი დააკვირდით რის თქმა მინდა განკურნების ეპიზოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ორივე ერთმანეთი განკურნოთ, ორივე ამ ეტაპზე იყოთ, რომ რაღაცა გარდა ტრანსფორმაციების მერე აი რომ იყვიან ისე ხო ცვლილებები არ მოდის განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევის დროს ჩვენ თუ გვინდა რომ ლამაზები ვიყოთ და ვიღაცები ბარიატრიულ ოპერაციებს იკეთებენ ხო? ანუ ეს ძალიან დიდი ტკივილის და ძალიან მკაცრი დისციპლინის ფონზე მოდის. აი დაახლოებით ესეთი მომენტია აქაც რომ სიარები უნდა მოიშუშოთ, ასე ვთქვათ და უნდა გამოხვიდეთ და გამოჯამრთელდეთ და ძალიან დიდი ცოდნა მოდის. ძალიან აი მიღმიერი რაღაცები გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. აი იცით როგორ რომ შეიძლება ერთი თვალი შეავლოთ ვიღაცას და უკვე იცოდეთ რომ ეს ის ადამიანი, აი დაახლოებით ასეთი ენერგიები და ეს სხვა ემოციებიც ამას უკავშირდება. რა პერიოდში შეიძლება იყოს ეს ძალიან მალე, ძალიან ჩქარობს ეს ყველაფერი, აი რომ იყვიან, აი როგორ ვთქვა, არ ვიცი, გზაშია ეს ყველაფერი უკვე, აი და უნდა შემოვიდეს რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის და
აბა ვნახოთ კიდევ 1-2 არკანი დავჩეხოთ საბოლოო ესეთი პატარა რეზიუმე რომ გავაკეთოთ რას მოიტანს პირად ცხოვრებაში ეს ადამიანი ვინც მოდის ესე ეტლით ხო სამსჯავროს არკანი და რა მე რა იქნება თქვენს წილ ადამიანს იპოვით თქვენს წილ ან ნახეთ თუ ვიღაცა ყავთ უკვე ეს ადამიანი თქვენამდე მოვა თუ უკვე დაახლოებით იცით ვისზეა საუბარი ხო ეს ადამიანი ან თქვენს წილ ადამიანს დაიჭერთ და დაიკავებთ ხელში ცოტა ის წინათქვამია მაგრამ თქვენს წილ ბედნიერებას აუცილებლად მიაგნებთ ხო და ვნახოთ აბა რა შემოვა კიდე კი ნახეთ თუ აქამდე აი ცოტა დასვენების რეჟიმში იყავით აღარ მინდა არაფერი ხო დავიღალეთ ახლა რაც იქნება ვნახოთ თქვენს ცხოვრებაში შემოდის უკვე სხვა ღირებულებები სხვა ემოციების მატარებელი სიტუაცია მდგომარეობა სხვა შორის ღმერთის მფარველობაც გაქვთ და არ ვიცი საგვარეულო მფარველობაც შესაძლოა იყოს ან რაღაც პატარა განსხვავებები შესაძლოა იყოს თქვენს და იმ ადამიანის შორის ვინც მოდის მაგრამ ეს ადამიანი მოდის გამარჯვებისთვის მოდის არ ვიცი აი თქვენ ცხოვრებაში სრული რევოლუციისთვის და კიდევ საბედის წეროა ეს ადამიანი დამიჯერეთ ჩემო კარგო ადამიანებო აი კარზე გაქვთ თქვენი წილი ბედის წერა და არ ვიცი დღეს ისეთი გაშლა გამოვიდა რომ მეც მომინდა რომელიმე თქვენთაგანი ვიყო ხო ხუმრობა იქით მოკლედ უღრმესი მადლობა რაც გავაჟღერე მართლა ამისი 70%-ით რომ რეზონირდეს თვითონ თქვენთაგანზე დამიჯერეთ რომ მართლაც სასწაულების გარემოცვაში აღმოჩნდებით და ძალიან ბედნიერები და ძალიან მადლიერები იქნებით სამყაროს. უღრმესი მადლობა ყურადღებისა და ნდობისთვის. კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით ნახვამდის დროებით ჩემო კარგო ადამიანებო